მოგესალმებით მეგობრებო, ბიჭები, ჩვენი ძმები, იცნობთ ამათ ნიკუშას და მოკლედ იმის თქვა მინდა ნუკრის რომ ჩვენი ბიჭები დროებით არ არიან, მაგრამ ესენი ჩვენი ბიჭები არიან და ყოველთვის ძალიან საინტერესოდ რამდენჯერაც დაждდნენ ჩვენთან გადაცემაში, იმდენჯერ მაგრა გააკეთეს ეს საქმე და დღესაც შეუბეროთ ბიჭებო. გედევან ფოფხაძით მინდოდა დაწყებინოთ, რომ დღეს რაღაც თემები იყო, მაგალითად ევროპატონებმა, თეთრმა ადამიანებმა ჩვენ აბორიგენებს გამოგვიგზავნეს მუქარის წერილი, მაგაზე ვისაუბროთ, მაგრამ გედევან ფოფხაძე გავუშვით და მე ვიღადაოთ და მე გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. სააკაშვილის შიმშილობდა დიდი ხანი და რა ეფექტი მოუტანა მას? იგივე გზაზე ხო არ გადიხართ თქვენც ახლა? ბობი სენციც დიდი ხანი შიმშილობდა. მოდით არ გვინდა ანალოგიები მაგასთან დაკავშირებით. რა ეს არის კონკრეტული ჩვენ შეგვიძლია ახლო ისტორიას გადავხედოთ, ჩვენს ახლო ისტორიას, სააკაშვილის თუნდაც ხოშტარიას ერთხია შიმშილობას. მაშინ ხო შეიძლება მეც დაგისვოთ, მე ვერ დავისვოთ, კითხოს მე ვსვავ. ვფიქრობთ ბობი სენცის მე არაფერ რას ვფიქრობ? პროკურორში ხო არა ვარ, ჩვენ საუბარი გვაქვს. მე რას ვფიქრობ? რესპონდენტი მან არ მარა. ბატონო, გედევან, გავაჩეროთ. ბობი სენცი არის ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ერთ-ერთი მებრძოლი იყო, ტერორისტი, ცნობილი, რომელიც ციხეში იჯდა, ბრიტანეთმა დაატყვევა ტერორიზმისთვის და შიმშილობდა სხვათა შორის არა პოლიტიკური, არამედ საყოფაცხოვრებო მოთხოვნებით და გარდაიცვალა შიმშილობის გამო, როგორც ბობი სენცი, ისე მისი რამოდენიმე თანამედროვე 66 დღე შიმშილა. დიახ. და მარგარეტ ტეტჩერს ამას უთხრიან დანაშაულად, რომ არ დართონება მაგალითად ტანსაცმლის გამოცვლის, არ დართო ძალიან ყოფითი ბიტავოი რო იტყვიან, ბიტავუხური პირობების გაუმჯობესთვის იბრძოდა და არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა ბობი სენცს და ირლანდიელებს არ ჰქონდათ. ლეგენდარული პიროვნებაა. გედევან ფოფხაძე როცა ამბობს რომ ბობი სენცია, ხო? მე ბრედ პიტი ვარ მაშინ. შენ რემბო, შენ რა ვიცი. ხოსბაუმი. ხა? ხო, ოპენჰეიმერი. კი ბატონო. ანუ ეს მეგობრებო, ისეთი აღრევა, მე უკვე მივხვდი რა ხდება აი ამ საცოდავის გედის თავში. ანუ წარმოუდგენია, რომ აი ესეთი მნიშვნელობის არის მისი შიმშილობა, რომ გაძლებს და მერთმა დაიფაროს, მაგრამ მოკვდება. რა იდეისთვის, მისი იდეისთვის. რატომ? ეს ხო სიგიჟია. აი მე ხო მაქვს ჩემი თეორია, რომ სიგიჟეს ვაწვევი ამასაც. აი კიდევ ერთი მანიო გრანდიოზოს გამოვლინება რა. არა, ბობი სენცის იდეა ქონდა, რომ ირლანდია გაერთიანებული იყო და მაგისთვის იბრძოდა ეს და მისი და მიაღწია წარმატება სხვათა შორის. გარკვეულწილად. გარკვეულწილად ხო. ხო, შემოირიგა ირა და ეხლა რაღაცნაირად უფლებები ხო უფლებები ხო, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. კათოლიკურ ნაწილს, მაგრამ ანუ იქ იდეა იყო, აი ეხლა რა იდეისთვის იბრძვის ეს კაცი ვერ გავიგე. ბობი და ვაფშე რისთვის იბრძვის? აი მე მართლა წლებია მაინტერესებს რისთვის იბრძვის გედევან ფოფხაძე. პირადი წყენისთვის. გარდა პირადი წყენა რა მიაჩნია? არა, მანიო გრანდიოზა, როგორც ახლა მივხვდი, ცოტაზე ნაპოლეონში ადარებს თავს. კიდევ ერთხელ მისი საცოდაობა, ფარჩაკობა, რომ შემშილობას რო იძახის და ბობი სენცის გმირული აქტი, ჩავა ორ თვეში რაღაცა ბრძოლი ექნება, რომ თქვას, რომ აი ეგეთი მაგარი ვარ 66 დღე ვიშიმშილე. ორ თვეში შეიძლება ილაპარაკოს. ეხლა კარგით რა ხო ნახეთ უკვე ხა ელენე ხოშტარიას 4 შიმშილობა თუ 5 არ ვიცით, როცა იმ შემდეგ უკვე იმხელა გავხდარი რომ ტელევიზორში ვეღარ ეტევა? მეგობრებო, ან მიშა სააკაშვილი? კი ბატონო, მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ ძალიან მნიშვნელოვანზე, ჩემი აზრით, იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც კიდევ ერთხელ მოგვაყენა ევროკავშირის ჩინოვნიკებმა. ევროკავშირმა თქვათ მე ამიტომ. ჩვენ რატონით საუბრობდა ეს ქალი? რატონით არის დაწერილი? რა მოთხოვნებია? ანუ საერთოდ ევროჩინოვნიკები ჩვენს ეროვნულ ფსიქოლოგიას, ეთნოფსიქოლოგიას საერთოდ არ იცნობ. საერთოდ მართლა გონივართ, რომ არა, ევროპაში რომ ვერ არიან ეგ ვიცით, მაგრამ საერთოდ გონიათ, რომ ამით, აი ესეთი დამოკიდებულებით, რამენაირად იმ გიჟებს, რომლებიც იქ ქუჩას კეტავენ, სასოწარკვეთას მისცემენ, ამაზეც ვისაუბრებ, დაეხმარებიან. შალვა, შენ ერთი რაღაცა ესე იგი ხელიდან უშვებ, რომ მათ საკუთარი მოსახლეობის ეთნოფსიქოლოგია არ იციან. ეგეც არის. და ისინი აი რამდენი აქციები იყო ამ ბოლო პერიოდში. აი ევროკავშირი აღარ არის ბრიტანეთი, ლონდონის აქცია გამოვიდა და როგორი შეფასება ქონდა მათ, ხო?
აბსოლუტურად ნეგატიური შეფასება გქონდა. ეს არის რაღაცა პარაზიტული კლასი, ლიბერალური კლასი, რომელსაც მაგ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკით უნდათ ყველანაირი ეთნო ფსიქოლოგია, ეთნო კულტურები წაეშალათ რა და ამიტომაც ცნობილობა ამისი არ შეიძლება გქონდეს ევროპის ბიუროკრატია. თანამედროვე ევროპის ბიუროკრატია. იცი რა არის? კიდევ ერთი დეტალია რა. ამ ხალხს ხო ეს ხალხი ხო ხვდებიან ხოლმე ევროპაში ამ ჩვენს NGO-შნიკებს, რომლებიც არიან აბსოლუტური მონები, ხო? ანუ შეიძლება ისიც არის, რომ ანუ ქართველები გონივართ ის NGO-შნიკები, რომელთანაც აქვთ მათ ურთიერთობა. არა მგონია. არა, მიშალა დათომობიც, რომ ან უკვე ან რაღაც ახსნა ხონდა იყოს. ან მესაუბრე. არა მგონია. საქართველოში ევროსკეპტიციზმის ზრდის ყველაზე მთავარი მამოტივირებელი ძალა არის ევროპული ბიუროკრატია. რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ გაგვიცდეს ნეგატიურ დამოკიდებულებას მათთან. მე უყურებ ესე რა, ესენა უყურება შემდეგ რაღაცას. რომ თელ ამ ევროპის კონტინენტზე და არა მარტო ევროპის ბნელების აჯანყება არის მათთვის. მაგალითად თავიანთ გერმანიაში უკვე პირველი ნომერ პირველი პოპულარობით პარტია არის ბნელები. ბნელები. და ნუ საზოგადოება რაღაც ბნელების აჯანყება და დემოკრატია აღარ მუშაობს. კაცო, ისე რა ქვია, ხო და მაგ მომენტი რა არის, რას ვთხოვენ, რომ ხალხის შკოლაზე რატომ ამ ბნელების შკოლაზე რატომ დადიხართ? თავრობას ეუბნებიან და ეხლა საქართველოს აქმულია როგორც ქვეყანა, რომელიც ბნელი ხალხის შკოლაზე დადის რა, ანუ უმრავლესობის შკოლაზე დადის. და ძირითადად ეს ტონიც გამოწვეულია ისე რომ აი თქვენ უღალატეთ რაღაც დიად ლიბერალურ იდეას, იდეოლოგიას, უღალატეთ მულტიკულტურალიზმს, უღალატეთ გენდერულ პოლიტიკას, უღალატეთ რა ვიცი, ყველაფერს იმას, რასაც ამდენად გასწავლეთ. თქვენ არჩაებთ. ხო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ეს ლეიტმოტივი ეს არის რა. და ეს ტონი აქედან არის რა, რომ აი ესეთი დიდაქტიკური ტონი, აი რა ბნელებს უნდა მიმართოთ როგორც ესე რა. ჩვენ თანამედროვე ევროპული ენა ეხლა ისე უბრუნდება ძველს, მაგრამ კოლონიალური ევროპის ენა ეგეთი იყო, თქვენ თუ გონიათ რომ სხვანაირი იყო კოლონიალური ევროპის ენა, ჩვენ და სხვადასხვა აი მართლა არ იციან ევროპის ისტორია. მაგრამ რო იცოდნენ სხვანაირად კოლონიალური ევროპა ვახსენეთ. ევროპა გამდიდრდა, იმიტომ რომ კოლონიები ხარჯზე გამდიდრდა, მაგრამ ჩვენ ხო მათთან არც ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს ძლიერი, არც ფული მოდის იქიდან, არც ინვესტიციები, არც დახმარება. ჩვენ შეგნებულად თქვით, მათ კრედიტებზე უარი საერთოდ დამოუკიდებელი გახდა მათი ფულისგან. ნუ თუ ამასაც ვერ ხვდებია, რომ აი ეს არ შესაბამება მათი ენა, მათ მდგომარეობას ქართველების. რა ეგ ზოგადად ისეთი მომენტია რა, როდესაც ოლიმპოდან ჩამოდის რაღაც მხეცი და უწევს ხეთს რომ ჩამოვიდეს ოლიმპოდან და არ უნდა რომ დათმოს ის რაღაცა ძველი აი ამპარტავნება მოკლედ, ანუ არ აღიარებს ახალ რეალობას და რჩება იმ ძველ მდგომარეობაში, რომელიც შესაბამისად ის ჩვენი აკასუკები და ეს ევროპელები რეალობას რომ ვერ აღიქვამენ. დაახლოებით ერთ მოჯადოებულ წრეში არის. ოღონდ ახლა ეს აკასუკები კიდე სხვა საკითხია, მე მგონია რომ ეს არის აი აბსოლუტურად რამოდენიმე დღის წინ დავიწყე კითხვა სექტებზე ფსიქოლოგიაზე უბრალოდ და ნუ იქ არის ესეთი მომენტი, ძალიან ესეთი ფუნდამენტური მომენტია რა. ზოგადად ესეთი ადამიანები, აკაცუკისნაირი ადამიანი, რასაც ქვია, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო დაიჩაგრა რა. შეიძლება ხშირ შემთხვევაში ავტორიტარულ ოჯახის პრობლემაა და მეორე შემთხვევაში ისეთი ოჯახის პრობლემაა, როდესაც ახალგაზრდა შეფასება არ ხდება. ეტყობა ერთის იყო და მეორეც იყო. აი სოფლებიდან ჩამოსული ადამიანების ეტყობა ეს ავტორიტარული ოჯახის ტიპი იყო და ზოგიერთი ოჯახისთვის იყო ის რომ არაფასებდნენ ისე და ნუ მიშვებული იყო და შეუქრეს რაღაცა ვირტუალური წარმოდგენა, სადაც ეს ოჯახი უნდა იყოს სექტაში აუცილებლად. აი წარმოდგენა უნდა იყოს, სადაც უსმენენ ნოტები შეინიშნება. თავარი რა არის ახლა სექტის რა, რომ არასდროს ის იმას რასაც დეკლარირებს სექტა და ის რაც რეალურად უნდა სექტას, ეს ორი განსხვავებული რაღაცაა და სექტის წევრებმა არასდროს არ იციან ის რაც სექტას რეალურად უნდა. საქმის კურსში არ ამყოფებენ. მაგრამ ვინ არის საქმეს აკეთებინებენ. სექტას ყოველთვის ყავს ლიდერი. ვინ არის ამ სექტის ლიდერი? ბევრი ლიდერია. ბევრი ლიდერი ევროპიდან დაწყებული. აქ ვინ არის? აქ საერთოდ არ ყავთ ლიდერი და ხო და ეგ არის საინტერესო სექტა, რომელსაც ქსელური სექტა. ქსელური სექტა, ხო, მე მგონია რომ აი ესეთი პატარა ჯგუფები ზოგ შემთხვევაში ილიანის ლექტორი იქნება, ზოგ შემთხვევაში რომელიღაცა რომელიც არ კეტავს ქუჩას და არა, თქო, გიგაური გინახია, ეგეთი არც დანუგა ჯორჯოლია.
არ კეტავენ. არ ისინი არ საზარბაზთა ხორცად უშ. სამაგერო ცხოს უშვებენ, რა თქმა უნდა. მე კიდევ ვამბობ, რომ ზოგიერთ მათგანს მე ძალიან არ მინდა ამაზე ხმამაღალი ლაპარაკი, მაგრამ მიწევს, იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანს რეალურად ფსიქიკური პრობლემები აქვს. კი. მათ უნდა უკურნალოთ, უნდა დავეხმაროთ. არ ვერ დავეხმაროთ. რატომ? არ არის პრობლემა ვატოვებთ. იგივე ციგში წერია, როგორი ფსიქологი და როგორი უნდა მოვიდეს. სხვა მდგომარეობაში უნდა გადავიდეს, უფრო შვიდ მდგომარეობაში. ანუ ეგრე ლაპარაკეთ ვერ უშველით. შვიდ მდგომარეობაში უნდა გადავიდეს და მე უკვე რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა დაეწყოს ანალიზი. ანუ საჭიროა გამოსვლის ტექნიკა. ტექნოლოგია. ეგრე პირდაპირ შენ რომ ეუნები რომ თქვენ სტარი ხართ და ასე შემდეგ. ის ტვინი, სექტანტის ტვინი არის ჩაკეტილი ამის. მოდი ას გავაგზავნებ რა. აი მართლა ბოლო დღეებია სულ იმას ვფიქრობ. რა შეჭირდებათ ქუჩის გადაკეტვა გარდა აკვიატებისა? რიტუალია. ხო, რიტუალი. სექტის რიტუალი. წმინდა რიტუალია. კი, არ ვუსად. წმინდა რიტუალია და ხებს ეწიროა კიდე. ხო. კი, ზუსტად ეგრე. კი, ციხე არის ხარუშვი. ანუ ეგ ხო დაჭერა არის ხებს ეწირო. ინიციაციის მერე ყოს ხებს ეწირო, ხო ბატონო. და ეგ სხვათა შორის, ანუ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მიდივარ იმ აზრამდე, რომ არსებობს ზოგადად პოლიტიკა არის რელიგიის გაგრძელება რა, არა რელიგიური მითოლოგიის გაგრძელება. როგორც ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, ისე პოლიტიკა რელიგიის გაგრძელება. და ამ შემთხვევაში ეს მითი რა, ლიბერალური მითი რა არის? და მე მაგაზე ხშირად ვფიქრობდი. ესე იგი, რატომ ჩვენ ხო იმისთვის ვიბრძვით, რომ ომი არ იყოს? რა თქმა უნდა. და მათთვის ესე იგი მათ უნდათ ომი. ხო, და რიტუალურია, რატომ უნდათ, რომ ბოლო 200 წლის გამოცდილება, რაც რუსეთთან ჰქონდათ, სისხლით განიწმინდოს. ეს იქნება დიდი რიტუალური რა. დაიხოცონ თვითონ. თვითონ არ აქვს. მათ წარმოდგენილი აქვს ამ დიდი სისხლის შედეგად რჩეული ქართველები გადარჩებიან თვითონ და ახალი საქართველოს ადგენს. ეს წარმოდგენა უდაბნოს თემაა, რა თქმა უნდა. სუმაგას არ ლაპარაკობ 40 წელი და რაღაცა ერთად. მათ წარმოდგენაში მართლა ეს. ანუ დავიხოცებით საბჭოთა უკრაინა და მაგას დავიხოცებით ჩვენც. ჩვენ, არა, პირველ რიგში მათ არა ბოლო თაობაც რომელიც ახლა 40 წელს და მარტო ისინი გადარჩებიან. ხო, ახლა ეს ახალი თაობა და ხარვეზია, მაგრამ სექტას ახლა ხო, მაგას ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ ეს არის ესე იგი სიუჟეტური რაღაც მომენტი არის რა. ხო, აი დამახსენებელი. უყურე, კარგი, მაგ სექტაზე ვილაპარაკოთ. ანუ თავარი პრობლემა რა არის? ან ბოროტი ძალა რატოა? აი რუსეთი რატოა ვართ ჩვენ? აი ჩვენ რატო ვართ რუსეთი? მე შენ ოცნება რატოა რუსეთი? და რუსეთში რა არის ასეთი? ანუ რუსეთი ოკუპანტია, გასაგებია? იმიტომ ლიბერალური არ არის. იმიტომ რომ ლიბერალურია. ლიბერალური არა, რა თქმა უნდა. აუ თავარი მიზანი რატომ არის მაშინ თურქეთი კარგი? თურქეთი არ უთხრია თურქეთი რო წოდია და ამიტომ არავის არ უთხრა. მაგრამ თავარი რა არის? რომ ახალი სამოთხე რა არის? ლიბერალურია რა. სამოთხე ზოგადად როგორ დაგვირდა ლიბერალიზმი 90-იან წლებში. რა უნდა ყოფილიყო სამოთხე რა? ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ლიბერალური დემოკრატია. ეს უნდა ყოფილიყო სამოთხე. უცბად ჩნდებიან სახელმწიფოები, რეჟიმები, ან რაღაც პოლიტიკური სისტემები, რომლებიც არ არის ლიბერალური. უცბად ჩნდება ესკატოლოგიური ბრძოლა, რაღაცა ტიტანებსა და ღმერთებს შორის, არავის კიდე სხვა, სადაც კეთილსა და ბოროტს შორის და შენ ან ერთის კედახარ ან მეორეს კედახარ. რო ეუბნები აი ამას, რომ აი შენს გარშემო ქვეყნები არ არის ლიბერალური, ხო? არ მინდა ჩამოთვა ახლა. შენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია ერთი, მეორე, ჩინეთის უდიდესი წარმატება ბიზნესში, წარმატება ეკონომიკაში, წარმატება მეცნიერებაში. ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. ამას ვერ აღიქვავენ, რომ იქნებ ლიბერალური დემოკრატიის ზეობის ხანა დამთავრდა. მაგალითს რო ეუბნები? თავი პრობლემა არის ის, რომ რეალ პოლიტიკას ლიბერალიზმი უარყოფს. ის მიდის იმ იდეალისტურ წარმოდგენებზე, რომ თავარი საგარეო პოლიტიკის თავარი მიზანი არის ის, რომ ლიბერალიზმი ყველგან გავრცელდეს. რანაირად იქნება ახლა ეგ შენ როდესაც ეუბნები რომ რაღაცა ძლიერდება, ესე ბოროტება სადღაც აი გამოიღვიძა იმა რა საუბრობა ან რაღაცა. ეგეთი წარმოდგენები აქვს. მართლა ეგეთი წარმოდგენები აქვს? ნახე ესე მუთფინებით აზროვნებენ ის აკაცუკები. ხო თქვენს რომ მუთფინებით ვაზროვნებდო. შეთხოვეთ ხო არ ქვია აკაცუკები? თვითონ დაერქვეს ეგ ლიტერატურული გმირებით. ხო. ანუ ბეჭდების ძალიან გენიალური ხისა, მაგრამ ჰარი პოტერი და რაღაცები. ანუ ეს სხვათა შორის ეს დისნეიმ და აი ამან ჰოლივუდმა დედაუტი. ხო, რაღაცნაირად რეალური პოლიტიკა ჩაანაცვლა მაგ მითოლოგიით რა. ამ ადამიანებს, ანუ თუ კულტურულად მომზადებელი ხარ, ჩაანაცვლებ. და თვითონ ამერიკაში რომ აქ მიწაზე რომ მათი აზრით არასწორი პრეზიდენტია და იქ
დახურა NDI ამერიკის ხმა მაგრამ როგორ ღარ ანუ იქაც პრობლემა არა იქ ნახეთ რა არის აი ზოგადად ყველანაირი მითოლოგია ესე იგი მესიას წინ მოსწევს ანტიქრისტე ხო ხო ეს არის მათი წარმოდგენა ეს არის ანტიქრისტეს დაბრუნდება თან ორი წელი დარჩა მაინც რა კამალა ხარისკი დაბრუნდება ეს ამ მითოლოგიაში ისინი აუცილებლად იქნებიან რა ანუ ეს არის მათთვის ანტიქრისტეს პერიოდია როგორი საქართველო უნდა აი რა უნდა აი ჩვენ ხედავთ რომ საქართველო არის ცეცხლის რკალში რატომ გონიათ რომ ჩვენ თუ რაღაცა მოძრაობა გავაკეთეთ არასწორი ეს ცეცხლი ჩვენ არ გადმოგედება მე გეტყვი როგორ საქართველო უნდათ მე გეტყვი როგორ იცი რომ ვერ ვიჯერებ მაგას რატომ ვერ ვიჯერებ როგორ შეიძლება თავი დაიწვანე არა მათ წარმოდგენა ისინი გადარჩენილები კი რა თქმა უნდა იქ შენ დაიწვევი ქალაქი დაიწვება ბომბი ჩამოვარდება ნახე აი როგორც ბეჭდების ძანებელში არწივები რომ მოდიან ხოლმე კრიტიკულ მომენტში ესე მაგას წარმოდგენა სადაც გამოჩნდება ამერიკული თვითმფრინავები და რა მოხდება ისინი გადარჩებიან ამ ყველაფერს არა ამ თვითონ გაიქცევიან ან ამერიკელები ანუ თვითონ წავენ სხვა ქვეყანაში და დაიწყება არა ხალხ რატო ხალხ არა უყურე ნუკრი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ანუ მაგათი აზრი რა არის აქედან თვითონ ომი დაიწყება წავლენ დროებით ჩვენ აქ ვინც დაურჩებით განსაცმელს გავივლით ანუ განსაცმელს გავივლით ვინც არასაჭირო ვართ ამ ომში შევაწყვეტებით რაღაც მომენტში რუსეთი წააგებს თვითონ დაბრუნდებიან და დაიწყებენ აქ ჩვეყნის მართვას სხვათა შორის მეგობრებო ერთ კეთვით რა შვიდობა ომის დიქოტომიის საკითხში პასუხებს არ იძლევიან ვერ გაძლევენ არა ისინი ეგ საერთოდ ვაყოფენ მაგას ნახეთ ხო მაგ დიქოტომიას მათ ხო კლიპური აზროვნება აქვთ მათ არ შეუძლია კლიპურ აზროვნებას არ შეუძლია იდეის და აზრის ჩამოყალიბება მათ აქვთ ეს წარმოდგენა ეგ სქემა აქვთ აი ეგ და ამ სქემით ეს სქემა ესმით შენ თქვი როგორი საქართველო უნდათ მე წარმომიდგენია ესე როგორც ეს არის საქართველო როგორც ერთი დიდი ბასიანის კლუბი სადაც ყველა ისეთი ესთეტიკაც არის გარეთ ისეთი დამოკიდებულება არის როგორც ნუ ეხლა ბასიანი რა სხვანაირი ხალხი მორწმუნე გლეხი ეს პოსტსაბჭოთა ის ხობოსოვეთის კოს მათი არა ხალხო მორწმუნე სხვანაირი უნდა იყოს აი მათი ღუდელები ხო ყავთ ის ვიღაც მამაურო ვარ და ეგეთი ტიპები ანუ უყურე ანუ ქრისტიანობას ყველაფერიც არის ისეთი თავისი აქვს მაგათ ანუ ყველაფერი თავისი აქვს ქრისტიანობა თავისი აქვს გრძელდება ეს დაჭერები რამდენი ხანი გადაკეტვები და ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და არ დაიღლება სახელმწიფო, მართლა არ დაიღლება რა. დღეს ქონდა არ ექნებათ ის მომენტი, რომ მართლა რას ვაკეთებ. არა, არ ექნება. ან ახლობელი არ მივა. მე მგონია თავარი მომენტი რა არის, იცი რომ მან სახელმწიფო ჩემი აზრით ერთ რაღაცაში ცდება, რომ მათ არ უდგება როგორც სექტანტებს რა. როგორც ავადმყოფს. როგორც სექტანტებს. აი სექტანტების ბრძოლის ყველაზე ისეთი პრაქტიკა ზოგადად შეერთებულ შტატებში არის რა. შიგნით დაშლა და ტოტალიტარული სექტები რაც არის რა. მე მგონია რომ ეგენია სექტა ხო სულიერი ავადმყოფობაა გარკვეული. მეთოდოლოგია არის შესაძლებელი მასთან ურთიერთობის როგორც მათ უნდა შეხედო როგორც ტოტალიტარულ სექტას, რომელიც სხვა მეთოდებით იშლება რა. პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია. ჩვენ არ გქონდა მსგავსახთან ხო არ გქონდა საქართველოში ახალია ხო მე ანუ დღეს მაგას ფიქრობდი რა ისინი ეძებენ ვიღაც ისეთ კატეგორიის ხალხს რომლის დაჭერაცაც ხალხს ექნება რეაქცია ანუ არ გამოძდით არა მე ასე ვფიქრობ მორალური ავტორიტეტები არ არიან ისინი დღეს ამბობდი აი ვისაც იჭერენ ვერ ხდება საყოველთაო მხარდაჭერას როგორ მოიპოვებენ ვერ პოვებს აი მოდი შევხედოთ ტაქტიკას ანუ ადრე იყო რომ ამბობდნენ რომ აი ხელისუფლება იჭერს ბავშვებს ანუ ამ რაღაც ამ იმის ლაზარემ დედამუტირა მაგმიც ლაზარემ პლუს ამ აი ეს საშინელი მექანიკური პორტოხლის კასტის ბავშვებს რომ მკვდენიდან რომ ისინი იყვნენ ეხლა დაიწყეს ახალი ტაქტიკა რომ პენსიონერებს იჭერს მაინც არაფერი არ ხდება დევნი არ არის ემპათია არ აქვს ხალხს მათ შალვა არა აქვს იმიტომ რომ თავად იდეა დებილური იდეა რომ მიტინგს მოაწყობ და ამით მოახდენ რევოლუციას არის ხალხისთვის მიუღებელი აქ სხვა რაღაცა თქვენ გადადიხართ დანჩე საზოგადოება როგორ იყოს არ არის დანჩეზე არის ესა ძალიან ჩაკეტილი წრე და ისინი რასაც აკეთებენ მარტო ამ ჩაკეტილი წრისთვის აკეთებენ მათი ეს შემდეგი არ უნდა თავისი ან ეს არის მუდმივად აი ამ წრეში ყოფნის ინცესტუალური რაღაც ხო
ეგ თუ არ გააკეთონ, ეს წრე შეიძლება დაეშალოს. ანუ ეს მაგიტომაა ეს წრიული. თვითწარმოებაა. რა თქმა უნდა, თვითწარმოებაა, რა თქმა უნდა. ერთი დეტალი. მაგათ არ შეუძლიათ რომ შეჭერდეთ. ერთი დეტალს დავამატებდი, რომელზეც შეხედე რა. პროცესი რო იწყება, თავიდან ჯერ არიან ყველაზე აგრესიული წევრები. რაღაც მომენტში უკვე ისეთი ხალხი ემატება, რომლებიც თვითონ მათ არ მოწონთ. რო დააკვირდეთ ბოლო დაჭერილებს უკვე უკიდურესი მარგინალები გამოვიდნენ. ხო, პოლიტიკოსები ჩაიწირდა კი. ანუ მე რას ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. ანუ ახალგაზრდები, პრადვინუტები, NGO-ები დაიცალა და ეხლა დარჩა უკვე მარტო ძალიან მარგინალი ხალხი. აი, მაგალითად, ეხლა რო დაუკვირდე ვიდეო. აი მაგალითად იყო ესეთი ჯერ რასაკეთებდა საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდე როგორ გადავჭდა ეგეთი ჩინონიკები რო ყავდა და გადავიდა მაშინო გზის გადასაკეთებლად, როცა რუსულ ნომრიანი მანქანა დაინახავ. ესეც სექტის წევრია, ხო, გიჟია. არა. ეგ არის კარიერისტი. რატო? რა არა. შეხედე. დღეს NGO-შნიკს, რომელსაც რაღაცა კარიერაზე აკეთებდა და სავარაუდოდ ჭირდება სივში ჩაეწერება. სივისთვის რო იყოს დაჭერილი. იცი რა არის? წამებული რეჟიმისთვის. ძალიან მიყვარს Don Quixote, მაგრამ აი ეს ქარის ანუ ზუსტად მაგ მითოლოგიაში რაღაც ბაკბაკდევს წინ დაუდგა, გაიგე? ეს გაითამაშა უბრალოდ, ხო? არა, აი მატრაკვეცობაა რა. ხო, ეგ ხა კვლავ იმეორებ რა, მან ესე იგი შიგნით სხვა არქეტიპებია, ხვდები? ანუ სხვა ჩვენ რაც გონიათ რომ არქეტიპად გმირია, გიჟია და რა ვიცი. მან აბსოლუტურად არეულია ეგ რაღაცეები რა. მაგალითად რუსული ნომერი შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოში და რაღაც ყველაფერი შეცვლილია, სიმბოლოები მანც აბსოლუტურად შეცვლილია. პლუს ამას ტექნოლოგიებიც არის. სექტალი სიმბოლოებს ცვლის, კაცო. რას ვამბობთ, რომ ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც არის მართლა იცის რაღაც ეს მაგათი მითოლოგია რა არის და მაგათი ტექნოლოგიებიც არის. ანუ ხედავს რუსულ ნომერს, იცის რომ ეს არის სტორი, რომ აი რაღაც რადიო თავისუფლებაზე გაიდება. უნდა ითქვას ერთი რაღაც, აი მაგალითად ისლამი რო შედიოდა აი არაბების დაპყრობის შემდეგ, როგორ ხდებოდა ისლამიზაცია, მათ რელიგიურ და ტრადიციულ რაღაც ელემენტებს ერგებოდა. ეხლა ესენი მათ სულთ რომ აი რაღაც ელემენტებს მოერგონ მაგალითად ეხლა როდესაც ბაია პატარაია იტყვის რომ მე ქართულობას მართმევენო ანუ ეს უკვე სხვა ენა ხდები სხვა კონტექსტია სხვა მაგალითად შობაზე გალობენაირად ხო აი აბსოლუტურად სხვა ეგ იცით როგორი რაღაცა ქრისტიანობა სხვათა შორის ესე გარცელდა სკანდინავიაში რომ იხაც დიდი გველი არის იმაში სკანდინავიაში აი ეს სხვათა შორის არის ეს წყარო თაში ჩვენთან ხო წინა გიორგის ეგეთი მომენტები იყო და მოკლედ ის მოხდა რა შეჯვარება მოხდა რა მაგის და ნუ დაახლოებით ამ სტრატეგიას მიმართავენ ეს ხო დამუშავეს უბადრუკობაა რა თქმა უნდა ეს გდელიც მართი მგლები ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ბილადად მე აი მგლის ფენომენს ვერ მიხვდი რა უნდა სიმართლე ვერ მიხვდი ევროპა გაბრაზებული რაღაცა მეგონი გაბრაზებული პირადად აქვს სავალ ჩემი ვერსია უბრალოდ ადამიანებს არა ეხლა ეს ადამიანი მაინც და მაინც არ იყო ყოველ შემთხვევაში აქამდე მაინც და მაინც დაბალი იერარქიის შეიძლება შეიძლება უფრო დიდი უნდა უფრო დიდი ხო ეგ შეიძლება და შეიძლება უფრო დიდი უნდა ხდება რომ ვერ მიაღწევს მიდობას გარდინია როგორ არის აპარტამნობა მე ხა ვინავა რომ განვიკითხო მithome ამდენი წელია ღმერთი ემსახურება დიდი ბოდიში მერტ მაპატია მაგრამ არცეოს გარდინია რა ალბათ არცეოს ეს როგორ არის აპარტამნობა მე ასეთი კარგი სხვები დააწინაურდნენ ჩემზე უღირსები და მე აი აქ ესე ვარ რა ხო სხვათა შორის ეგ აი ზოგადად ესე უნდა ითქვას რომ ესეთი სასულიერო აი მაგალითად ზოროასტრიზმი რატომ დამარცხდა ზოროასტრიზმში არსებობდა ანუ მასდიანობაში არსებობდა ოპოზიცია და როდესაც ისლამი შემოვიდა ეგრევე გახდნენ მუსულმანები იმიტომ რომ ის პრივილეგირებული დაემარცხებინათ რა და მათი ხელით მოხდა მე რელიგიის შეცვლა სინამდვილეში და ნუ ეს ფენომენი ისტორიაში არსებობს. მოდი ახლა ცოტა დრო დაგვრჩა და აი როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი რა შენ რა მეთოდები დაამხეცე რო წაიკითხე ეს ციგნი. ეხლა მე რა მეთოდები წავიღე ძალიან ინდივიდუალური იყო ეს მომენტი რა ინდივიდუალური რჩევები იყო იქ და არა კოლექტიური იქ იყო რომ მაგალითად თქვენ შვილი თუ ესე იმაში მოხდა როგორ უნდა ის გააკეთოთ და უნდა გამოიყვანოთ და ეგეთ სახელმწიფო პროგრამაც შეიძლება იყოს. მე ხსუ ვამბობ ეხლა რეაბილიტაციის ხო? რეაბილიტაციის. კი მესმის სახელმწიფო ვალდებულია რომ დაიცვას კანონი და მართლაც სრულიად სამართლიანად სრულიად კანონიერად იჭერენ ამ ხალხს, მაგრამ როგორც ავატყობებს, ანუ როგორც
ფსიქიკა დარღვეულებს სექტის წევრებს ისეც უნდა მიუდგეთ ამათ და რაღაც მასობრივი უნდა ვსვათ იპროზიციანს. იცი რა არის? სახელმწიფოს უნდა კონდეს ჩემი აზრით საბოლოო ჯამში საზოგადოების რაღაცა უფრო საზოგადოება უნდა ქნას. საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები რა. კი, აი უნდა გავაკეთო, მართალია. მაგაზე სალაპარაკოა რა. კი, სერიოზულად. ძალიან დიდი ტრავმები გამოვიარეთ. ამდენი ანუ ზარალი მიიღო ხალხმა რა. და იყენებენ ხალხო. იყენებენ. ეს წინააღმდეგ გამიჟებს იყენებენ. საცოდავ. იყენებენ. ეგ არის ყველაზე ცუდი. ეხა ის ხალი რო არის ზვიადისტი, ხო? კიდე წავიდა და იქ დადგა რა. ანუ აი ხა ხო ხდები ხა აი ეს არის რა. კარგი ბიჭებო, დიდი მადლობა. ხვალ ბაჩუ და გური იქნება მეგობრებო. და საინტერესო ვილაპარაკეთ სხვათა შორის.